ოზურგეთელმა მხატვრებმა თურქეთში გამოფენების ციკლში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტიდან ახლახან დაბრუნებული ავთანდილ თავართხილაძე თურქეთში გატარებულ დღეებზე გვიყვება, რომელიც მისი თქმით შემოქმედებითად ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. ნოემბრის დასაწყისში 12 ქართველი მხატვარი, მათ შორის 8 ოზურგეთელი ქალაქ ანკარაში მიიწვიეს, სადაც მათ ერთი თვის მანძილზე 80-მდე სხვადასხვა ჟანრის და ტექნიკის ნამუშევრები წარმოადგინეს. მათ მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოფენებში, ასევე ჩაატარეს ვორქშოპიც. როგორც ავთანდილ თავართხილაძე ამბობს, ურთიერთობა თურქ და ქართულ მხატვრებს შორის საკმაოდ მჭიდრო და მეგობრულია. თურქი ხელოვნების დამოკიდებულება ქართული მხატვრობისა და ქართული სახელოვნებო ტექნიკისა და ტრადიციების მიმართ განსაკუთრებულია. ამ ვიზიტამდე თურქი მხატვრები ოზურგეთშიც იმყოფებოდნენ. უკვე 19 თებერვალს კი თურქეთში ქართული მხატვრების ნამუშევრების კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება. 12 მხატვარი ვიყავით ავტორი, აქედან 80 ნამუშევარი ფაქტიურად. თან გვახდნენ მხატვრებიც, ნაწილი 7 ადამიანი, წავედით იქ, მოგვაწყვეთ გამოფენა, ჩატარდა ძალიან კარგად ეს გამოფენა, მოვიდა იქაური ინტელიგენციის წარმომადგენლები, მოვიდნენ მხატვრები ძირითადში და ესე იგი შემდეგ მეორე გამოფენაში უკვე იქონდა პატარა ასეთი სწავლება ვორქშოპი, სადაც ჩვენ მე ვხატე პირადად და ასე ვთქვათ, ვიყურებდნენ როგორ მუშაობს ზოგადად თურქეთში ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მხატვრებს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. იქონდა ჩვენ კიდევ ასე ვთქვათ შემოთავაზება ერთ-ერთ სტუდიაში, სადაც ჩვენ იქ როგორც ასეთი არტ, ასე ვთქვათ თერაპია, ასეთი ხალხი დადის. იქაც ჩვენ რამოდენიმე ნამუშევრები შევასრულეთ, დავეხმარეთ მათ. ეს თვითონ ეს მასტერკლასი როგორც ასეთი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ როგორ ხატავდით, აი აღფრთოვანებულები იყვნენ. შემდეგ ეს გამოფენა გაიხსნა, ჩატარდა ეს გამოფენა ძალიან კარგად. ძალიან იამაყებოდათ მათ ეს გამოფენა, ეს ჩვენი ყოფნა. საბოლოო ჯამში ეს გაცვლითი ამბავი, ეს არის ჩვენი პროფესიული ურთიერთობები, ეს არის ძალიან საინტერესო თურქეთთან ურთიერთობა. წლების უკან ეს სხვანაირად იყო, წელს უფრო მაინტერესებდა მე ამ ბაზარის შესწავლაც მაინტერესებდა, როგორც ასეთის, მაინტერესებდა რა ნამუშევრები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ეს უკვე მე გავიგე, მივხვდი, იმიტომ რომ მე კარგი 2 თვეა უკვე იქ ვარ. მივდივარ, ჩამოვდივარ და ისო ჯერ მომიწევდა, კიდევ მიწევს წასვლა, ეხლა არის ძალიან საინტერესო იქ ყოველ წელს ისტანბულში და ანკარაში ტარდება ესეთი გაყიდვა, გამოფენა, გაყიდვა, დიდი ბაზრობა, რომელსაც დათმობილი აქვს ძალიან დიდი სივრცე. ფუარ ასე უწოდებენ ამ გამოფენას სივრცეს და იქ ჩვენ ავიღეთ 25 კვადრატული, სადაც ჩვენ 6-7 მხატვარი მონაწილეობთ, ეს 19-ში მოხდება, 19 თებერვალს. და იქ 19-დან 23-მდე ფაქტობრივად 19-ში ჩაკეტილი იქნება მხოლოდ ექსპერტებისათვის, გალერეშიკებისათვის, ასე ვთქვათ, და კოლექციონერებისათვის. აი იქ ძალიან საინტერესოა, როგორი შეფასება ექნება ჩვენს ხელოვნებას.